2022 წლის სექტემბერში საპატრიარქომ მაშინ, როცა მათ ამის უფლება არ ჰქონდათ, ბუჩუკური და იტალიელები გელათიდან სასწრაფო წესით გაუშვა. მათთვის საქმის ვითარებაც კი არ აუხსნიათ. მოგვიანებით კი ცხადი გახდა რატომაც. იტალიელების წასვლიდან 7 თვეში კულტურის ახლად დანიშნულმა მინისტრმა თეაწუ ლუკიანმა საჯაროდ თქვა, რომ სამინისტრო პასუხისმგებლობას იხსნის გელათზე და რეაბილიტაციის მართვას საპატრიარქოს ანდობს. ოღონდ საპატრიარქოს სამუშაოების დასაფინანსებლად ფულს ისევ სამინისტრო უხდის. 2023 წლის აპრილიდან დღემდე ოფიციალური ინფორმაციით სამინისტრომ საპატრიარქოს გელათის რეაბილიტაციისთვის 12 მილიონი ნახევარი ლარი მისცა. აქედან მოყოლებული გელათის გადარჩენა და ფერწერის, მოზაიკის თუ სახურავის პრობლემების მოგვარება საპატრიარქოს პასუხისმგებლობაა. ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის საპატრიარქოში შეიქმნა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი. მისი თავმჯდომარეა პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი. დღეს რაც ხდება გელათში, ნამდვილად არის ღვთისწყალობა. თუმცა უშუალოდ ადგილზე სამუშაოებს ზედამხედველობს არქიმანდრიტი კირიონ ონიანი.